რა საშუალებებს გვაძლევს Facebook? Facebook-ზე ჩვენ შეგვიძლია ჯგუფის შექმნა, group-ი ეგრეთ წოდებული. Так. ესე იგი group, ხო? Facebook group. ეს რისთვისაა ეს Facebook ჯგუფი საჭირო? აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, საკუთარი community-ის ჩამოსაყარებელი. Community-ის ძალიან მიჭირები. თან group-ში ეგრეთ წოდებულ group-ში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, შეგვიძლია მილიონი ადამიანის დავამატოთ. ხო შეიძლება? აბარა, 10 მილიონი. იქ ეს community ახლა პოპულარული სიტყვაა, რატომ კარგად თქვა? რატო იცით? თანამზრახველები. აი თქვათ რაღაც თემა, ჯანმრთელობა შეეხება, სპორტ შეეხება, პოლიტიკა შეეხება, რომ მოდერირებს ისა და იქაც არის, იქაც იმას თავიდან რეგისტრაცია არაა საჭირო. ეს თქვენ აბამთ ამას თქვენს პროფილს. თქვენი და ხდებით ადმინისტრატორი და თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ სხვაც ადმინისტრატორს, მეტი ადმინისტრატორი გეყოლებათ, მით უკეთესია. ადმინისტრატორები და მოდერატორები. და რაც მეტი პოსტები დაიდება, მით უკეთესია. რაც მეტი საინტერესო იქნება ეს თემები, მეტ უკეთესად გააზიარებენ, დაალაკებენ და მოხდება ინფორმაციულ, კომუნიკაციური და შემდეგ ეტაპზე ინტელექტუალურ კომერციული მექანიზმების შექმნა. ამიგე? ესე იგი, ჯგუფი. ჯგუფსაც თავისი კანონებია გაწყობის, ის უნდა შეიქმნა, ის არა რეგისტრაცია არაა საჭირო, მაგრამ ის იქმნება მიბმული თქვენ პროფილთან. ნახეთ რა, то есть დანართია, приложение. დანართი, დიახ. შექმნის შედეგად უნდა ავაწყოთ მე. რამე სირთული არის? არაფერი. თუ ადამიანმა იცის საკუთარი პროფილის შექმნა და აწყობა, ავტომატურად მარტივად პატარა ნაბიჯებით ციფრული აზროვნებიდან გამომდინარე უკვე ინტუიციურად გასაგები მომენტები ალგორითმია და ადვილად შეძლებ.